მოგესალმებით. არაერთხელ გვისაუბრია ამავე სტუდიაში ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე, ქალთა სამართლებრივ ჩარჩოზე, თუმცა არასოდეს გვისაუბრია დეტალურად ჩაგრულ ქალთა, ძალადობის მსხვერპ ქალბატონთა ემოციურ ნაწილზე. დღეს ძალიან საინტერესო თემის ირგვლივ ვსაუბრობთ ბიომეტრიის სტუმარი გახლავთ ქალბატონი თამარ მაყაშვილი. მოგესალმებით ქალბატონი თამარ, მადლობა. მადლობა რომ მობრძანდით. მადლობა თქვენ რომ მომიწვიეთ. უნდა დავიწყოთ უჩვეულო ნაწილიდან, მუცლად ყოფნიდან, როდესაც ქვეყანას პრაქტიკა და გამოცდილება გააჩნია სქესის მიერი სელექციის. როგორ უყურებთ ამ ჩემთვის მანკიერ პრაქტიკას და გამოცდილებას? ცოტა რთული თემაა ჩემო საყვარელო ეს. ამაზე ხშირად დავფიქრებული ვარ, მაგრამ მე არ მესმის, საერთოდ ვერ გავიგებ და არასოდეს არ მესმის და ძალიან კარგი იყო თავის დროზე არ არსებობდა, მე მგონი ეს ეხოსკოპიები და რაღაცები ერთი მხრივ, ხო? და ადამიანებმა არ იცოდნენ ვინ მოევლინებოდა და ყველა სიხარულით ხდებოდნენ. საერთოდ გაუგებარია ჩემთვის რა არის. თუ არ მინდა, მაშინ არსებობს მილიონი საშუალება, რომ მესმის. ბოლო 21 საუკუნეში ვართ, მაგრამ ის რომ ჩვენ აი ამ ბნელეთში უნდა ვიცხოვროთ და იცით რა, რელიგია არც არ გზალავს და არაფერს არ იმაშვება. არსებობენ სხვადასხვა იმაში პროფესიაში და ზუსტად ყველა პროფესიაში რომ იცით რა, ამას იმაშვებიან, მაგრამ არსებობენ ადამიანები და ზუსტად სამუდელო პირები, რომლებიც აბსოლუტურად პირიქით გადაგებენ ამას ყველაფერს და მათი განათლება და ბნელეთში არ მიყავთ ხალხი და ალბათ ადამიანი ყოველთვის პოულობს იმას, ვისკენაც არის მიდრეკილი. მოდი შევთანხმდეთ რა. მე რომ მივიდე ვიღაცასთან და არ მომეწონოს მისი აზროვნება და წამიყვანოს უკან და მე ალბათ დავიწყებ ძებნას, რომ აი პირიქით და ეს არის საოცრება. რას ნიშნავს? ხალი დისკრიმინაცია იყო არის და იყო ხება ყოველთვის. სწორედ ამაზეა საუბარი, რომ საწყისშივე არის თითქოს სულ ომი მიდის. აი რაზე ხდება ხო ჩვენი ომობანა? რა გაცვია, რანაირი ხარ, როგორი ხარ, რატო ხარ ფერადი, რატო გაკურში სამყურე თუ რაღაცა, რა მნიშვნელობაა? გადახედეთ მეფე დავითს ბატონო, სულ ასხმულია თავიდან ბოლომდე თავისი იმითი რა ქვია, სამკაულით ხო? და ზრდი ვაშკას იგივე ქალბატონები აიღეთ კი ბატონო, იმიდან რა ქვია ძველი ისტორიიდან, ამიდან, იმიდან არანაკლები იყვნენ, მეტი თუ არა. ქართველი დედა რა იყო, მიდის და მოყვება ჯარი, შემოკარგებო. არ შეიძლება, მაგრამ ჩვენ ხო ცხოვრობთ მეზობელმა რა თქვა, იმან რა თქვა, ის გძალავს, არ ამკითხე მომკითხავი, ყოველთვის გიტენის თავში რომ იცი რა, ეს არ შეიძლება, იმიტომ რომ არ შეიძლება ეკლესიაში რა შნისვას, მე ეკლესიაში შევდივარ, მე როგორი შევდივარ, ის თვითონ იმისთვის არსებობს, იქ რომ მე მიმითითოს. არა, ნუ დისკრიმინაცია არის და იქნება. მანამ სანამ ჩვენი განათლება შინაგანი ნაწილია. მე არ ვამბობ, განათლება არ ნიშნავს ბევრი კითხვის წაკითხავს. ხო, ჩემო კარგო და ჩემგან არ გესწავლებათ საზოგადოებას, არ ვასწავლი ჭკუას, მაგრამ სანამ ჩვენ არ შევიგნებ და ზუსტად ისე არ წავიკითხავთ, როგორც არის, არ გავიაზრებთ და არ ვატარებთ ამას, მაშინ არ ექნება ეს არაფერი. არა, არ შეიძლება. რაღაცნაირად უნდა ამას ვებრძოლოთ, ხო მიდის, აი ქალთა უფლებათა უფლებების დაცვა, რაღაცას აქვს, ნელ-ნელა ვიკრიფავთ, კი, დიდი ხანი გჭირდება ამის ასაკრეფად, მაგრამ საზოგადოებაც არა ვართ მზად, ჩემო კარგო რა. ყოველ წუთში, როდესაც დილას ვთავ, ტელეფონს ან რაღაცას და ხდება უარყოფითი ეს ყველაფერი, ესე იგი თვითონ ის ადამიანი რაღაცით არის, ხო? და ვიღაცამ გაზიარების წყურვილს გაზიარებ ხო და ამიტომ იწყება შენი ეს საოცრება ხდება, ეს მუცლიდანვე ხდება, ხო სწორედ ამით დაიწყო ჩვენი საუბარი, ჩემო საყვარელო და სწორად იქამდე მივედით, რომ რას ნიშნავს, რადგან მამაკაცია თუ როგორც არის და ამიტომ გჭირდება. თუმცა საიდან მოვიდა ეს ერთგვარი ძალადობის ეროვნული მოდელი. მე ვიქნებით ამბი და ვიტყვი რომ ეროვნული მოდელი ჩამოყალიბდა ჩვენთან მიუხედავად იმისა რომ ხატოვანი ფორმებით ვსაუბრობთ დედებზე და ჩვენ ვიცით როგორია ამ ქვეყანაში დედის კულტი და ვიცით როგორი წარსული აქვს ამ ქვეყანას ქალთან მიმართებაში. საბოლოო ჯამში ეს დედები არიან ის ქალბატონები, რომლებიც დღეს გვიზრდიან მოძალადეებს. იქნებ მე მეშლება შეფასება. ვინ ზრდის ქალბატონთა მოძალადე მამაკაცს?
რასაკვირველი ოჯახში იზრდება მოძალადე მამაკაცი ალბათ. იმიტომ რომ არაფერ ოჯახში სადაც არის მეზობელმა რა თქვა, კივილი, წივილი, არ გამოტანა ამის ყველაფრის საზოგადოებამდე, იმიტომ რომ რა სიტყვის ხალხი შეგნება იმისი, რომ მე უნდა ვიყო ჩუმად, იმიტომ რომ რამე არ მოხდეს და ვინმე ჩემ ოჯახზე რამე არ თქვას, სანამ ჩვენი საზროვნება გვექნება რა. აუცილებლად მოძალადებად გავხდით შვილებს რა და გავზრდით. საზოგადოების ნაწილს მოსწონთ ასეთი მამაკაცები. გარი მოსაწონი ხალხო მიტყაპუნებდეს ჩემი მეუღლე თუ ვიღაცა მან ჩემი შვილმა რომ გავიგო რომ ვიღაცაზე ხელი აწია და მიასიკვდილა ხო შეიძლება მე თვითონ მივასიკვდილო ჩემი შვილი ხო ეს არ მესმის ჩემო კარგო შეხედეთ დღევანდელ დღეს მოდით შევთავთეთ იმაზე რომ ჩვენ ცხოვრობთ ძალიან დუხჭირ ქვეყანაში ძალიან გვიჭირს ეკონომიურად, ხო? ჩვენ ამას თამაშობთ, რომ რა კარგია ცხოვრება თუ რაღაცა და ელემენტარული არა გვაქვს რაღაცა, რომ ვიცხოვრობთ და თან ეს წამხედურობა ამას თუ აქვს, მე რატომ არ უნდა მქონდეს. უმეტესი დედები წასულები არიან ხალხო, საზღვრებს გარეთ, იმიტომ რომ ელემენტარული პური იშო. ის ბავშვები იზრდებიან სად? რა წრეში? ვისთან ერთად? და რა მოდელი აქვს? რა მოდელი აქვს ამისი ყველაფრის? ამას ჭირდება. კი, როცა ახლობელი ხარ მეზობელი გამოიტანეთ, ითქვა კიდევ, თუნდაც საზოგადოებაში ითქვა, როდესაც ჩემმა ქალიშვილმა გამოიტანა და თქვა და ილაპარაკა ძალადობას, რა დროს გაახსენდა 11 წლის მერე მაგი რა გასახსენებელია. ძალადობას არ აქვს ისა ხანდაზმულობა. ეს არის ძალადობა, რაც უფრო ადრე დაიცლები და რაც უფრო მიიტანა მას ხურამდე და რაც უფრო მეტი ახალგაზრდის და ძველგაზრდის და რა მნიშვნელობა გვერდში დადგები და შეაგნებინო, რომ ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაცალო. ჩვენ ყოველთვის ესე ვიქნებით. ხალხო, არა და არა. იცით რატო რთულად ცხოვრობ? ჩვენ თვითონ ვირთულებთ ცხოვრებას. ვირთულებთ ადექი დილას კინო დაჯდები და კინო დაწერ გიორგი ცინათერე თუ რაღაცა თაბრიკო თუ რაღაცა. პირიქით თქვი რომ ცხოვრება მშვენიერია, უთხარი საზოგადოებას რომ ცხოვრება მშვენიერია, მე რა რომ მიჭირს მეზობელი მყავს. ეს უნდა შევიგნოთ, ჩვენ თავსვე ჩაუნერგოთ თავიდანვე. მოძალადეები კი არა, საშინელება ხდება. მერე აუცილებლად წავდა წამოვწიოს თემა რა, მე მაპატიეთ ჩემო. როგორ გაკეთდება? მერე უამრავი საშინელი სინთეტიკური საშუალებაა შემოსული, გნებავთ ნარკოტიკი და არქივი და შემოსული, რომელიც ეს ახალგაზრდები თითქოს და გავარდისფებული ცხოვრების გამო არა მარტო ახალგაზრდები მოდი შეთანხმდეთ რა გავარდისფებულად რომ დაინახონ აი თუმცა უნდა აღვნიშნოთ რომ ასაკი ძალიან გაახალგაზრდა ასაკი გაახალგაზრდა იმიტომ რომ 13 და 12 წლის ბავშვი პატრონი არ აყავს ჩემო კარგო მე მესმის ისევ განმეორდები რომ დუხჭირ ქვეყანაში იძულებული ხარო სადღაც იყო და ბავშვი უპატრონოდ აკავს სახში უპატრონოდ მეც წამოსული ვარ მაგრამ ჩემი შვილი სიტყვაზე ხო რაღაც ასაკამდე ჩვენთან იყო და მას დები ყავს მამა ყავს სახში და ის უკვე ასე თუ ისე ჩამოყალიბებული ადამიანი და მაინც უკუთში დავსდევთ არ არის ეგრე გიორგი მესმის მე ვიჯექის სახში მე დავტოვე თეატრი მე დავტოვე ისა და მხოლოდ ინსტიტუტში მქონდა რამდენიმე ლექცია რომ თლად არ მოვწყვეტილიყავი მაგრამ გარკვეული წლები ვიჯექი რომ მათ ფეხზე დააყენო. დიახ, პრიორიტეტები მნიშვნელოვანია, ბუნებრივია, როდესაც მომავალ თაობაზე ვსაუბრობთ, თუმცა ვიჯახი რამ გამხეცათ, არა მარტო ბავშვების, საერთოდ რა ხდება ირგვლივ. ისევ და ისევ, ყველა ქვეყანაში ხდება, ყველა ქვეყანაშია ძალადობა არის განცდა რომ სოფლიო შეშლილია. შეშლილია სოფლიო და სულ ვიძახი რომ რაღაც ჰაერი შეიშალოთ, ყველა კი არ ყვირიან ისინი ხამას არ შევერი, მაგრამ ეს ოზონის დიდი ხვრელი რო მე მგონი რაღაცა გამოიყოფა იქიდან და ჩვენ უკვე ვიშლებით. რაც შეიძლება სტუდენტთან შევდივარ თუ თეატრში შევდივარ თუ ახალგაზრდებთან შევდივარ მაქსიმალურად ცდილობთ რომ რაღაცნაირად მათ მივცეთ სწორი გზა რა მაშინ ამაზე რომ ხაჭაპურს არ შეიძლება გადააყოლო არც ქალი და არც კაცი ჩემი მეუღლე სარიცს ისე კიდევს მოდით რა შედარებას ბუნებრივია მეზობლები სულ იცინიან რომ გიასთან უნდა მოვიდეთო და სარეცხის გაფენა უნდა ვისწავლოთო რა ბავშვებსაც ბანდა თქვენ ხომ იცით ისიც რომ ამ ფორმატში მამაკაცის წარმოდგენა მე ბევრი ჩემი მეგობარმა რატო არ გაიტა მოკიდე რა იმ ნაგავს ხელი და მიდი ბუნებრივია თუმცა რატომ გართულდა ქვეყანაში რომელსაც კიდევ ერთხელ აღნიშნა აქვს ქალის პატივისცემის უდიდესი ისტორია იცით რა ამბობენ ადრეც ესე იყო და მოდის არ მოდის ხალხო ეს არასოდეს არ იყო საქართველოში რა ეს ეხლა რაღაცა ვერ გავიგე რა მოხდა მე ვფიქრობ რომ მართლა შეიშა მე არ ვიცი ამაზე პასუხი არ ამაქვს და აი მარტო გიждდები რომ ჩვენ დაკავებულები ვართ სხვისი ცხოვრების გარჩევით. თანასწორად აღიარების შიში რას მოაქვს როგორ მე კაცი ვარ და მეპატიება, რას ნიშნავს მე კაცი ვარ და გეპატიება? არაფერი არ გეპატიება. ისევე როგორც მე არ მეპატიება რა. დიახ.
ჩვენ ვართ აბსოლუტურად თანასწორნი. გეთანხმებით. აბსოლუტურად თანასწორნი ვართ. ამ ვერაღიარების უკან რას ხედავთ როგორც მიზეზს? რა შეიძლება იყოს ამის უკან? კომპლექსი ერთგვარი სოციალურ-ეკონომიკური. სოციალურ-ეკონომიკური თქვი მე თავიდან. ქალბატონებმა იტვირთეს ის ტვირთი, რომელიც ოდესღაც მამაკაცებს ჰქონდათ მხრებზე. ჩვენი ემიგრაცია სავსეა გმირი მოდი შევთანხმდეთ ერთ რამეზე რა. დიახ. ესე ცოტა დრამეს ვამბობ ახლა და ძალიან ბევრს შეიძლება არ მოეწონოს. ჩვენ არა ვართ მუშაერი. ზარმაცები ვართ. ერი არა ვართ მუშა, ჩვენ ვართ ზარმაცები. კარგი ლხინი, კარგი ყველაფერი, ნამდვილად გვიყვარს ეს ყველაფერი, გვიყვარს ამის ყველაფრის მოჩვენება, ისევ და ისევ მეზობელმა რა თქვა, ესე ამას თუ ყავს ეს რა თქვა და ამას აბის გააზრება არ ხდება. ჩემთანაც სუსუფრები იყო გაშლილი ჩემო საყვარელო, მაგრამ დღეს არ მიდევს. საშუალება არ მაქვს და ამიტომ სუფრა აღარ ამა გაშლილი რა. იმ ხელა საბანი დაიფარე. სამდარდის გაგწოდება. და არასაჩვენებლად სხვისას. მერე სწორედ ის წუმრები მიდიან აქედან და ამბობენ რომ რა ხდება. ამათ არ უჭირთ. ანუ ხარ მოჩვენებით ეს გვაქვს ჩვენ შინაგანად გვაქვს ჩვენ ეს ყველაფერი და როდესაც გვჭირდება რომ ხმალი ამოვიღოთ პირობითად საუბრობ ხო და წინ დავდგეთ მაშინ ვიმალებით რომელ კაცებზე მელაპარაკებით და რომელ ქალებზე ამას წინათ აი აქ ბავშვებში მოხდა შეკამათება ამას უკვე შეკამათება არ ერქვა და დახოცვაზე გადავიდნენ ერთმანეთის და თავები არ ხმევინეს აღმოჩნდა რომ მე მარტო ქალი აღმოჩნდი ირგვლივ ხალხი იდგა და არც ერთი არ გაინძრა შუაში გაგლეჯილი ვიყავი და ბოლოს მიცნეს და მუხლებზე მოდრეკილი ვიყ რა შვებიო ვიღაცამ დამეძახა და ჩემი შვილების ტოლები არიან მე ვთქვა დავახოცინო ერთმანეთს და რომ მოუტრიალდი ამ კაცებს კითხე ბევრი უცხოელებს იდგნენ თქვენ მე ვთქარი ვინ ახართ საიდან ახართ სად გაიზარდეთ სად გაქრა ეს ყველაფერი არასწორი აქმით გიორგი ჩვენ იმ ხელა ინფორმაციული ის დაგვაწვა რომ არასწორად აქმულია ეს ყველაფერი და არ გვინდა შეგუება სად დავკარგეთ ზრდილობა მაინც ქონდა რა გეთანხმებით ზრდილობა მაინც ქონდა გეთანხმებით აღარ არის გაქრა რისი ბრალია იმის ბრალია რომ სოციალურ-ეკონომიურია გაუნათლებლობაა მასიური და სხვისი ცხოვრებით ცხოვრებაა რა არ აღიარება საკუთარი შეცდომა. როლებრივი აღრევაც ერთგვარი, იმიტომ რომ დღეს ქალი კაცია, კაცი ქალია ფუნქციურად, იმდენად მოიტანა დუღჭირმა ყოფამ. ესეც იყო ჩვენთან ისევ მეორდები საკუთარი ოჯახიდან გამოვდივართ. ამ ხელა სოფლიო ნიშნობის მეცნიერი იყო მამაჩემი, ხო? მე უკვე 6 საათზე თუ 5 საათზე თუ როცა მოდიოდა სამსახურში გამზადებული ვიყავი და აუცილებლად დავდიოდით სტუბრად პარკში სადღაცა შაბათი კვირა ამ შვილებით შვილიშვილებით ერთდროულად ვიზდებოდით ყველანი დავდიოდით საქართველოს მასშტაბით მერე რაღაცა წვეულებები იყო ის იყო ამის ყველაფრის კეთება და აბა დაჭრა და ამბავი და იგივე მამაკაცები იყვნენ ჩვენ ოჯახში ჩართული რა ყველანი ეხლა გრძელდება ჩემ ოჯახში ეგრე მე არ შემიძლია გია გარეცხავს გია გააკეთებს გია მოიღებს რას ნიშნავს? აი მე არ გავაკეთებ, იმიტომ რომ რატო? საიდან მოიტანეს? არ იყო ხალხო საქართველოში ეს. როგორც ქალი აკეთებდა, ისე კაცი აკეთებდა ამას. საიდან არის? არის ყურით მოთრეული. კი ბატონო, ან გამიზნულად, ან ბუნებრივად მოვიდა, ან ეს ძალიან დიდი თემაა, ქალბატონ თამარ. ძალიან უჭირთ აღიარება ქალბატონებს ამ ქვეყანაში, რომ არიან ძალადობის მსხვერპლი. მე ზუსტად ეგ თქვი მე, რომ ნინუცამ რო ისაუბრა, თქვენ არ იცით რა მოხდა. თქვენ არ იცით რა მოხდა, რამდენი ადამიანი წერდა. საზღვარგარეთიდანაც ყირო, თქვენ გაიხარეთ. ჩემო კარგო, რომ თქვენ ეს თქვით და ზუსტად ეგრე ვიყავით და მათაც ამოიღეს ხმა. ეშინია. რაღაცა რიდია, არ უნდა მნიშვნელოვანია საუბრები იმ თემაზე, იმ გამოწვევებზე, იმ ტკივილზე, რომელიც გვაქვს და როგორც აღმოჩნდება ხოლმე თურმე გვაერთიანებს კიდეც ჩვენ არა ვართ მარტონი ამ განსაცდელთან. საყვირველია. თუმცა ჩვენ ვადევნებთ ყველანი თვალს ამ ავად სახსენებელ სოციალურ ქსელებს და ძალიან ხშირ შემთხვევაში ისევ ძალადობის მსხვერპლი ქალბატონები აღმოჩნდებიან მსაჯულები. ჩვენ ვადევნებთ თვალს იმ ნეგატივს, პოზიტივსაც ბუნებრივია, თუმცა მე მაინც მინდა ვიპოვო პასუხი, საიდან მოდის ადამიანები, რომელსაც ასევე რთული ცხოვრების გზა აქვთ გავლილი,
მაგრამ ძალიან აგრესიულები არიან შეფასებისას. სად არის აქ დაშვებული შეცდომა, რა არის ამის უკან და სად უშვებს ყველაზე მთავარ შეცდომას ოჯახი, რომელიც საკუთარ შვილს, საკუთარ ნაყოფს არ აძლევს საშუალებას, საკუთარ ტკივილზე და გამოწვევაზე ხმამაღლა ისაუბროს. ყოველთვის მიყურის მშობლების, რომელიც დიახ, იქვე მივდივართ, რითაც დავიწყეთ საზოგადოების უდიდესი გავლენა. საზოგადოება რა სიტყვის? საზოგადოება ხო ჭკუის მასწავლებელია? როგორ უნდა გავარღვიოთ ეს ძრა? გლობალურად ჭკუის მასწავლებელია. გლობალურად გასწავლის რა უნდა გააკეთო. გლობალურად გიკითხავს ნოტაციას, ვიღაცაზე ეს ცუდად მოქმედებს ნეგატიურად. ვიღაცა იცთენს და ისხლიტავს ამას და ვიღაცაზე ცუდად მოქმედებს. მე ბევრი ვიღაცა ვიცი, ჩემს ირგვლივ მეგობრები, რომელსაც რაღაცას ნეგატიურს რო დაწერენ, წნევა ურტყავთ 200. დიახ. წნევა ურტყავს 200 ჩვეულებრივად რა, იმიტომ რომ ის გაჩერდი ვეუნები ეს უნდა გაითავისო და მიხვდეთ, თუნდაც ორი ადამიანი იყო შენს გვერდი, მოდი იმასთან დაიცალე. იმას უთხარი. არ გინდა წასვლა ექიმთ. მერე მოდი შევთანხმდეთ იმაზე, რომ არ აღიარება სპეციალობის ექიმის. არ აღიარება. რა უნდა მითხრას ახლა მე ნევროლოგმა. ჩვენთან დიაგნოზის სტიგმატიზირებული. ამიტომ წადი შენ თვითონ ფსიქიატრთან დავდივარ. ან ვინმე რომ გაიგოს რომ ფსიქიატრს მიმართ და მე ვაღიარებ წლებია დავდივარ, იმიტომ რომ მე რაღაცა მაგ პრობლემაა, ხერხემალი ისა, ეს ეგრე არ არის, ჩემო საყვარელო, ტვინში არ მოძრაობს სისხლი. არა მხოლოდ ფიზიოლოგიურ ნაწილში. დიახაც, იგივე რომ გადავიტანო ირგვლივ რა ხდება. გეთანხმებით აბსოლუტურად. ფსიქიატრი მაინდა-მაინც წამალს დაგინიშნავს სულით ამატყოფებს, არა? ქალბატონი თამა რომ დანიშნოს და რომც მივიდეთ ამ ეტაპამდე ჩვენ ცხოვრებაში, იმიტომ რომ არავის არ აქვს გარანტირებული სტაბილური ხვალინდელი დღე. შესაძლოა დადგეს ეს ეტაპი ან ჩვენთვის, ან ძალიან ახლობლისთვის, ან ჩვენი ოჯახის წევრისთვის. აქაც საზოგადოება მოდის საჯულად. არ გვიტოვებს არჩევანის საშუალებას. მე ვიცნობ ოჯახებს, სადაც აქვთ ეს პრობლემა დღის წესრიგში, მაგრამ თითქოს არ ხმაურდება, არ მიმართავენ შესაბამის დაწესებულებას და ჩემს პრაქტიკაში მაქვს ტრაგედია, რომელიც 2 წლის წინ მოხდა ამ ქალაქში, რომელმაც შეძრა სრულიად საქართველოს. ჩემი უახლოესი მეგობარი წაართვეს 2 შვილს, მოზარდ შვილს, იმის გამო, რომ დროულად არ მოხდა რეაგირება ოჯახის მხრიდან, იმიტომ რომ საზოგადოების შეეშინდათ. იმიტომ რომ არ შეიძლება ოჯახის წევრი თურმე სპეციალურ დაწესებულებაში განვათავსოთ, იმიტომ რომ ეს ძალიან სირცხვილია ამ ქვეყანაში და ქართულ მენტალიტეტში ვერ ჯდება ბჭყალებში მოვიცულოთ ოჯახის წევრი, რომელმაც მოგცა ის შედეგი, რომელიც მოგცა. სად გვაქვს უმთავრესი გამოწვევა, ვაცნობიერებს სადაც, თუმცა თქვენი მოდელი პასუხისა ძალიან საინტერესოა. სირცხვილი არის სწორედ ის რა მდგომარეობაშიც ისინი არიან. სირცხვილი ეგ არის ზუსტად რა. და მე გეტყვით ზუსტად იგივეს, როდესაც ჩვენ ჩავერიეთ ერთ-ერთ ოჯახში. და გადავწყვიტეთ, რომ რაღაცნაირად გვეშველა, აქეთ გავილანძღეთ და მოხვდა. სხვის საქმის განხილვის ბრალდება. სანამ აი თქვენი მეგობარი ესე იშით რა, მე ალბათ მაინც უნდა ჩავერიოთ რა. ძალით უნდა ჩავერიოთ, ძალით უნდა გამოვგლიჯოთ. ძალით უნდა გავაკეთოთ. თქვენ ხომ შეძელით და დაამარცხეთ საზოგადოების შეხედულებების ის ნაწილი, რომელიც უკავშირდებოდა თუნდაც თქვენს პირადს, თქვენი ოჯახის პირადს. ესე იგი ეს შესაძლებელია და ამ ნათელ მაქალითებზე მინდა ჩვენ ესენი ყველანი მოლხენილად ცხოვრობთ? რადგან ეს მე არაერთხელ მისაუბრე ამაზე, მაგრამ მე სულ დახმარებას ვითხოვდი თუ მეგობრებში, თუ სპეციალისტებთან, თუ კონსულტაციით, თუ ამითი, თუ იმითი. აბა როგორ ერთმანეთში დგომით, ერთმანეთთან ურთიერთობით, ყველასთან დაცლით, ამის თქმით და ასე შემდეგ. მე შეიძლება დეტალურად არ გამოვიტანო, იმიტომ რომ ეს არის ძალიან რთული მოსასმენი და ეს არ არის თავი არ არის, ეს არის გამოტანილი. და ნათქვამი და იგივე საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი, რომ იგივე შეცდომა აღარ გაიმეორო ჩემოსა. იმას კი ნუ დაძდებ მე წვირში საყურე მაქვს და ცალცალი ფეხსაცმელი მაცვე. იმაზე იფიქრე, რომ ვიზ უზრდით. ვისთან აგვაქვს ურთიერთობა? რა ხდება? მე არც იმის თმას უყურებ, არც იმის სტატუსს, არც იმის იმას. ის კაცი იყოს და ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს ვინ არის? ქალი იყოს და სწორად აზროვნებდეს. ბუნებრივია. ქალბატონ თამა, რა ხდება მაშინ, როდესაც ბრძოლის იარაღი არის ემოცია და ემოციაზე მანიპულირება? ანგრევს თუ არა ქალს, ქალის ცხოვრებას, კარიერულ ნაწილს, განვითარებას, აფერხებს თუ არა? საშინლად.
საშინლად ემოციური ფონი, უარყოფითი ემოციური ფონი საშინლად გამდგარებს. ვინ მოდის ამ დროს დამხმარე, გარდა იმ ვიწრო წრისა, საზოგადოების იმედად მე ვფიქრობ, რომ შევით, იმიტომ რომ არა, ისევ და ისევ შენი ტვინი, შენი შინაგანი მდგომარეობა, შენი ბრძოლის უნარიანობა, გადალახვა რომ მე ამას შევძლებ. აი ამაზე გადავირი რომ შემოვედი, ხო? ხა გასაგები აქ რა სიმბოლოც არის, მაგრამ მე სულ მახსენდება სიზიფი, ხო? ეგზისტენციის. ანუ ჩვენ ავდივართ ქვასავით თუ რაღაც ვაგორებ და მე რო უკან ჩავ, მაგრამ სულ სვლელობაში ვარ. სულ სიმაღლისკენ მივდივარ. ჩავალ, უკან დავბრუნდები რა, მაგრამ მე ამას შევძლებ. ჩვენ თუ ეს არ ჩავიტენეთ თავში. ჩვენ თუ ეს არ სულ ხშირად მეჩხუბება ჩემი შენ სულ ყმაყოს სულ ეგრე ხარ აი მაგრამ სულ მაინც თავში უტენი იგივე ოჯახში რომ გააკეთე გადადგი დაგენგრა არაუშავს ადექი ჩემ თავს მე თქვენ რა გონია თვეობით ყოფილვარ ჩაწოლილი რა შავ ოთახში ბნელში ასე ვთქვათ იმიტომ რომ ვეღარ ვიტანდი რაღაცას მაგრამ ისევ აი ასე წამოხტომით რომ თამარა შენ შეძლებ ადექით ამრიკო შენ ჭირდები შენ ოჯახს შენ ჭირდები იგივე მეგობრებს ახლობლებს თუ ვიღაცას ადექი და გამოდი ცხოვრება ხომ შვენიერია შენ იმისთვის მოხვედი კი არა იწვე აქ გულზე ხილ დაკრეფილი არამედ იმისთვის რომ თუნდაც სადღაც რაღაცა ხელი გაშალდო და თქვა რომ ეს ყველაფერი კარგია და გეზდება შვილები და შვილიშვილები როგორც მინიმუმ იყოთ მაგალითიც თუნდაც იმიტომ რომ აი თამარმა თუ შეძლო მე რატო ვერ შევძლებ მე რატომ წავედი ყველაზე ძლიერში პროექტში გიჟი კი ვარ მაგრამ არც ესეთი რა ჩემო საყვარელო 50 წლის ისაკში აწყობილი ვარ ნაწილ-ნაწილ ხო წავედი რომ თქვი რომ მე ამას შევძლებ და ისეთი ვაკეთე რაც ხელზე არ ავწეულო ახლა ის პირობითია ხვდებით ფიგურალური ნათქვამია ხალხი ფიგურალურად საუბრობ ეს ყველაფერი ურთიერთკავშირშია რა ერთადერთი ვისაც უნდა გაეჯიბრო არის საკუთარი თავი და მე ეს დავცალე წლების დახარჯული და დაკრეფილი და რა ქვია რა ნაგროვები დავცალე იქ ტალახში ხოხვით თუ სადღაც ჩამოკიდებით თუ აი იმის იქით რომ მე არ შემიძლია შეძლებ და ეს გუნდური და ეს ყველაფერი ისთვის აბა ის კი არა რომ მე ჩემთავს უთქიცებდი ეხლა მე ტურნირზე ჩამოვეკიდები თუ არა ეს ხომ ამდენი წლის დაგროვებული მქონდა ყველაფერი თავში თუმცა ბუნებრივია ეს ნაწილიც გახდებოდა განხილვის თემა საზოგადოებისთვის. აუცილებლად უნდა ყოფილიყავით თუ არა იქ სადაც ბრძანდებოდა თქვა ბატონ თამარ. თქვენ ფაქტობრივად გაეცით პასუხი ამ კითხვას, მაგრამ მაინც მინდა რომ რაღაც კონკრეტული მესიჯები საზოგადოებისთვის იყოს ცხადი. რატომ ითმენენ საქართველოში ქალბატონები ძალადობას? მოდით აი ხა წეგავს საუბრობდით გიორგი რა. თქვენ რა მოძალადე ქალები არ გინახავთ? ბუნებრივია. მე მაგალითად ვიცნობ ფორს რომ ეს თავის ხმას ისეთ ცემს რომ სისხლიან დასწრება. თუმცა მხოლოდ ცემაც არ არის ძალადობა ჩვენ ვიცით. არა, ძალადობა ფსიქოლოგიურად შემიძლია ისე ძალადობაში და პრესში მოგაყენო ცხოვრება აღარ ჩვენ არა ვართ პრესში. ჩემი ოჯახი არ არის ძალადობრივ და მაშინ ემოციურ პრესში როგორ გონიათ? თქვენ არ ხო გადაგიხედიათ რა იწერება და რა ხდება და თუნდაც ერთი არასწორი მომართული SMS-ი თუ როგორც არის გზავნილი. კეთილი, მაშინ განვავრცოთ კითხვა რატომ ვითმენთ? მე არ ვითმენ. მე ყურებს შორის ვატარებ და ვეუბნები რომ მეგობრებო მე ფიგურალურად ვსაუბრობ და ვისაც არ მოწონთ შეგიძლიათ მიბრძანდეთ მაგრამ ჩემზეც ძალიან მოქმედებს უარყოფითად და რა გავაკეთო შავში მოვალ არ მოწონთ თეთრში მოვალ არ მოწონთ ამაში ალბათ უნდა ვისწავლოთ გატარება მაგრამ მაინც საზოგადოებას მივმართავ რომ ნუ გებულობთ ბუკვალურად ფიგურალურ ნათქვამსა და ბუკვალ ნათქვამს შორის არის ძალიან დიდი სხვაობა ჩვენ ვერ საზოგადოება ვერ არჩევს რა არის ფიგურალური და რა არის პირდაპირ ნათქვამი ბუკვალური რა. სანამ ჩვენ ამას არ ვისწავლეთ და ერთმანეთის ჭყუის სწავლებას არ დავამთავრებთ, ჭყუის სწავლებას მე ჭყალში ვამბობ. ყველა არ იქნება შანიძე ქართულ ენაში. ბუნებრივია. ყველა არ იქნება დაუშვათ ავლიპ ზურაბიშვილი თავის საქმეში. არაფერი არ გვეშველება რა. არ ვინ მოგწოვა მაგრამ მე მომწონს რომ მოდის ახალგაზრდობა ძალიან მაგარი ახალგაზრდობა რა რომელიც არ უდებს ტოლს რა და ბოლომდე თავით გააქვთ თავისი რა არიან მობილიზებულები ჭკვიანები განათლებულები ნანოტექნოლოგიით დატვირთული და იძახიან რომ ჩვენ დავდგებით ჩვენ გავაკეთებთ ჩვენ გამოვასწორებთ ვენაცვალე მაგათ რა ისინი არ ცხოვრობენ ჩარჩოში არ შეიძლება ჩარჩოებში ცხოვრება ჩარჩოში შეიძლება გადაცემა გააკეთო ჩემო კარგო, რასაც არის მოზაიკას ეძახით, ხო, ჩემ დროს ესე ერქვა და ანაწილო
მაგრამ ცხოვრებას ვერ განაწილებ და ჩარჩოში ვერ მოახვედრებ. ანუ საზოგადოება არის ბევრი, ასე, ბევრი. ბუნებრივია. ბევრია საზოგადოება, ასეთი. მოდი ეძიებდე და პოვებდეო, ნათქვამია, ხო? ეძიე ისეთი საზოგადოება, რომელიც შენთვის მისაღებია, რომელიც კაშს კი არ დაგიკრავს, შენ რომ გალახავ ვიღაცას. არამედ გეტყვის რომ ეი გიორგი, სადახარ, ჩემო კარგო, ან გამოგიქანებს და ეხლა ბუკვალურად გაიგებ. კარგად გაგიშლის, ალიყურს რა და გეტყვის რომ აი ეს ალბათ და ჩვენ თუ ამის სადარაჯოზე არ დავდექით, ჩვენ სხვას კინო და ჩვენ თუ ამის სადარაჯოზე არ დავდექით. აფე არ გვეშველება რა, ყველაფერზე ტაშის დაკვრა არ შეიძლება. მაგრამ ჩვენ მონები ვხდებით რაღაცა მომენტში, შეხედეთ, ყველაფერში მონები ვხდებით რა. რის გამო არ ვიცი. სოციალურ-ეკონომიური. გამაჩერეს რა. გაჩუმდი და დაუშვათ თუ რაღაცა და აი შენ ჩუმდები. აი შენ ჩერდები. სად მივდივარ ჩემო გიორგი? მორჩილებისკენ, ბუნებრივია. ქალბატონი თამა, რელიგია. კი, მაგრამ რელიგია მორჩილებას. დიახ, ხაი სწორედ საინტერესო ნაწილი. რელიგია მე უამრავი მეგობარი მყავს, საკმაოდ ეღუმენიები და დედაოები და მორჩილები და არავინ არ მეუბნება რომ მორჩილება ნიშნავს იმას რომ ეს არის სწორად გაგებული და მოწოდებული რელიგია, თუმცა უნდა შევთანხმდეთ ჩვენი საუბარი გახსოვთ რა იყოს, სწორად მიგნებული, თორე ხალხი ყველანაირი არსებობს. ისევე როგორც მაგათ პროფესიაა, ხო? რამჭოლობა აქვს. იგივე მოდლების და აგერ ჩემი მეუფეები და არქიმანდრიტები. შენ თუ გაქვს სურვილი, შედი. სურვილი კონდეს და როგორი ჩაცმული შეხვალ, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ ვიღაცა იმ ტაძრიდან გატრიალებს და გეუბნება რომ ნუ მოდიხარ რაღაცა იქ ღია ფეხსაცმით. ეს ხო მისი ის არის. ძალიან რთული თემა და მიხარია რომ თამამია თქვენი შეფასება. ეხლა მე მაგას არ შევეხები, მაგრამ აგერ ჩემები ისინი აზროვნებენ სწორად. რაღაც გინდა, კი ბატონო, გენაცვალე, არაფერს არ გძავს, მორჩილება, მე ვარ მორჩილებაში. შენ ხო არა ხარ? იცხოვრებ შვიდად, წყნარად, განათლებით, კარგად, გინდა გადარება, გადაირიე, თუ რაღაცა გააკეთე, იმას კი არ ნიშნავს, რომ მე მორჩილი ვარ და ამიტომ შავი ძაძა უნდა შემოვიხვიო და ესე ვიჯდე, არა, ჩემო საყვარლებ. დიახ. თუმცა უდაოდ ფაქტია ის, რომ იმ კულტურულ წიაღში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობ და საიდანაც მოვდივართ, არასწორად ინტერპრეტირებულმა რელიგიურმა ტექსტებმა და განმარტებებმა მოგვცა ამ სურათის რაღაც პროცენტული ნაწილი, რომელიც ჩემთვის უკავშირდება ინტელექტისგან დაცლილ რელიგიურ ტექსტებს მაპატიოს საზოგადოებამ. მე მინდა სწორად განმარტო, რას გულისხმობ. ნებისმიერი რელიგია მით უმეტეს ჩვენი სახელმწიფო რელიგია არის აგებული სულიერებაზე, თანასწორობაზე, მაგრამ მისი მახინჯი ფორმით მიწოდება საზოგადოებისთვის იწვევს იმ ანკიერწრეს და შედეგს, რომლის ირგვლივად ჩვენ ერთად ვტრიალებთ. დღეს ჩვენ გვიყურებს ქალბატონები, რომელსაც ჭირდება გამხნევება, გვიყურებს ქალბატონები, რომელსაც ჯერ ვერ გაუბედიათ თავიანთ ფსიქოემოციურ თუ ფიზიკურ მდგომარეობაზე საჯარო და ხმამაღალი საუბარი და უბრალოდ ატარებენ შიშს ერთგვარს. ჩვენი საუბრის დასასრულს რას ეტყოდით ამ ქალბატონებს? თქვენ სწორად აღნიშნეთ, გიორგი, რელიგია ამას არ ქადაგებს. ბუნებრივია. რელიგია სატირის წინოს ქადაგებს და მე მიხარე, ამიტომ ისე უსურვებ, რომ კარგად ჩახედონ და კარგად წაიკითხონ და კარგად წაღიქვან. და ქალბატონებს უსურვებ, რომ მოიკრიფონ ძალა. ძალიან რთულია. ძალიან რთულია. ურთულესია. ეს არის თითქმის ახალი ეტაპის დაწყება თქვენი ცხოვრების. ჩვენი ცხოვრების, საზოგადოების ცხოვრების. თუნდაც ერთი ქალბატონი, რომელიც ხმას ამოიღებს, ნუ შეგეშინდებათ იმისი, ჩემო კარგებო, ჩემო ლამაზებო, ჩემო საყვარლებო, რომ ვინ რას იტყვის. ჩვენ აქ ვართ. ჩვენ ვართ იმისთვის, რომ დაგიდგეთ თქვენ გვერდში. მე ვიქნები, გიორგი იქნება, თუ ვინ იქნება, ყოველთვის ჩემი კარი არის, ყოველთვის ღია საუბრისთვის, ჩემი გული ყოველთვის ღიაა და თუ დაცლაგნებავთ და ისიც იცოდეთ, რომ იცის ქვეყანამ, რომ არასოდეს მე ამას არ გავიტან. მობრძანდით, ვისაუბროთ, მოიკრიფეთ ძალა, რაოდენ რთული არ უნდა იყოს, მოიკრიფეთ ძალა და გადადგით ნაბიჯი. წინ სვლა უნდა იყოს. წინ და წინ. არასოდეს არ გადადგათ უკან. ეს არის მოძველებული ორი ნაბიჯი უკან და ერთი ნაბიჯი წინ. არა. წინ და წინ. ყოველთვის გადაწყვიტეთ, ნუ გეშინიათ პრინციპი, რომ ვიღაცა გამოგჭირთ ხელს, აუცილებლად რაღაცა მოხდა, ეგეც მოგვარებადია. ორთავ ხელაწეული, მე ორთავ ხელაწეული.
დაგიდგებით გვერდში ჩემოყარგება. ხალბატონებო, ამოიღეთ ხმა. მამაკაცებოც, ვისაც გაქვთ ეგ პრობლემა, არც ეგ არის სირცხვილი. დღეს სირცხვილი არაფერი აღარ არის და იმაზე ყურადღების მიქცევა, რომ ვირას იტყვის და ვირას დაწერს, ნუ მიაქცევთ ყურადღებას. აგერ არაჩვეულებრივი გიორგი ყავთ, რომელიც ძალიან ხშირად არის და გენიალურ თემებზე საუბრობს, გადასარევი ინტელექტუალური ადამიანი. მიმართეთ გიორგის, მიმართეთ საზოგადოებას, მეზობელს, ამხლობას, მეგობარს და მენდეთ რომ ვიღაცა დაგიდგება, ოღონდ სწორად შეარჩიეთ ადრესატი ვისთან მიხვიდეთ. ძალიან დიდი მადლობა. აქვე ვიტყვი რომ ძალიან მენიშნა თქვენი ფრაზა, რომ თავიდან ცხოვრების დაწყებას გავს ჭეშმარიტი რელიგიაც ასეა, ხელმეორედშობის, ხელმეორედ დაბადების და ლაზარე, ჩვენი სიმბოლო, რომელიც არის ხელმეორედ გაცოცხლების, ალბათ ერთგვარი სიმბოლური ნიმუშია ჩვენი საუბრის დასასრულის. უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის, მადლობა საინტერესო თემისთვის, პირადი, მაგრამ ძალიან გრძნობიარე თემისთვის, რომელიც სტუდიამდე მოგვიტანეთ. მადლობა კიდევ ერთხელ იმ საოცარი ენერგეტიკისთვის, რომელიც ყოველთვის ახლავს თქვენს მობრძანებას. ეხლა ისე ყველაფერი წამომივიდა და ისე რაღაცნაირათა ვარ, ემოციურად. ახლა მინდა რომ დაუვარო ყველა იმ ქალბატონს და უთხრა რომ გამოდი თუ რაღაცა და ემოცია მე ხომ კლავს, მე ხომ ვერ ვისვენებ და მე ამაზე ვფიქრობ და არა, ხალხნო წინ რა, წინ. აუცილებლად ეს დუღილი არასდროს არ უნდა ჩაგვეს. არასოდეს. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ ჩემო. მადლობა მობრძანებისთვის, მაყურებელს აქვე შევახსენებ, განუმეორებელი თამარ მაყაშვილი გახდათ ბიომეტრიის სტუმარი. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.